თქვენი გადახდით, ასევე შიდა უპროცენტო განმავლობით წინასწარი შენატანის გარეშე. დაგვიკავშირდით 2-622-122. თქვენთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემო მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა ისუნდოთ ეკოლოს, ფიჭვის, ლარიქსის, მუხის და ტროპიკული ხის სახეობისგან დამზადებული დაპროფილებული მასალების დიდარჩევას. შოურუმში თქვენ ნახავთ კედლის და ჭერის პანელებს, ხის კიბის საფეხურებს, იატაკის და სატერასე მასალას, პარკეტს. ისუნდეთ წყალსადენის ქუჩა ნომერ 21-ში 2-47-44-22. ეკოლოდ.g. რეკლამა რადიო მაესტროზე 591-545-445. დილის ეთერის სპონსორია fastprint.g. ფოტოების ონლაინ ბეჭდვის და ადგილზე მიტანის სერვისი fastprint.g. ტელეფონი 2-500-195. დილის ეთერის სპონსორია კოტეჯებისა და ხის ასაწყობის სახლების მწარმოებელი კომპანია VG House. ტელეფონი 568-1909. რადიო მაესტროს ყველა ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე. ახლა უკვე ჩვენს YouTube არხზე. გამოიწერეთ რადიო მაესტროს YouTube არხი. გვისმინეთ და გვიყურეთ FM 94.7-ზე. ჩვენ ახალი ამბების რადიო ვართ. რადიო მაესტროს ეთერშია ინტერვიუ. მოგესალმებით, სტუდიაში ჟურნალისტი ლევან ჭითანავა მუშაობს რადიო მაესტროს პირდაპირ ეთერში. ინტერვიუს ფორმატის დროა, რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე. მანამდე კი შეგახსენებთ და გეტყვით, რომ მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები, ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები. ამის შესახებ გუშინ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იგრძალება დახურულ სივრცეში მშენობებში აქციების ჩატარება, წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის საჯარო მომსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის კოდექსში ქართული ოცნება შემდეგ ცვლილებებს გეგმავს, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. არსებული ცვლილებით ამ ქმედებასათვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით, იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის მუქარის ძალადობისათვის და ეს ტარდება მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში და დაისჯება პატიმრობით 5-დან 6 წლამდე ვადით. ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის არაერთგზისობის საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებში. სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე. ახალი ნორმა იქნება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩადენის პირით და ასევე და ბოლო არის ეს, ასევე არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება მათ შორის გამკაცრების მიმართულებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სტუმართან გავაგრძელებთ საუბარს. ბატონო ლევან, მოგესალმებით და მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ.
ბატონ ლევან, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ყველა დრაკონული კანონი, რასაც იღებენ, არის ხელისუფლების სისუსტის და ნგრევის ნიშანი, კონტროლი გაურბით ხელიდან და კანონების გამკაცრებით ცდილობენ ვითარებაზე კონტროლის შენარჩუნებასო. იზიარებთ თქვენ ამ მოსაზრებას და თქვენი აზრით გვაინტერესებს იმ ინიციატივაზე, რაც მოვისმინეთ მამუკა მდინარაძესგან გუშინ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სადღაც უღელტეხილები მყოფებით და აქედან ორი გზა არის. ან გავაგრძელებთ გზას წინ და არ დავუშვებთ, რომ აი ესეთი კანონები, ასე ვთქვათ, დამყარდეს და ტრადიციად იქცეს ჩვენ საზოგადოებაში და წნეხი გაძლიერდეს ჩვენ საზოგადოებაზე, არ დავუშვებთ ამას. ან მეორე გზა არის, რომ აი ეს კანონები ძალაში შევა და მთელი, ასე ვთქვათ, წინწიმით დაგვაწვება ჩვენ მხრებზე. აი, რუსეთში დაახლოებით 2011-2012 წლებში იყო ისეთი ვითარება, როგორიც დღეს არის საქართველოში. იქაც დაიწყეს კანონის გამკაცრება, იქაც გაზარდეს, ასე ვთქვათ, ტვირთი მოქალაქეებზე და ვინაიდან მოქალაქეებმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, უпростоრად თუ ვიტყვით, ვერ ორგანიზდნენ, აი ამ წნეხის და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, იქ ჩვენ მივიღეთ ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია და ის დღევანდელი რეჟიმი, რომელსაც ვუყურებთ, ან კანონები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდა, კიდევ უფრო მეტ სფეროზე გავრცელდა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიწვდა. ასე რომ, კი, შეიძლება ეშინია დღეს ხელისუფლებას და იმიტომ ცდილობს ამ კანონების მიღებას, ეშინია რომ არ გაექცეს ხელიდან კონტროლი, მაგრამ თუ მოახერხა მან, რომ აი ეს კონტროლი დააწესა, მაშინ უკვე ძალიან მძიმედ იქნება ჩვენი საქმე. რას გულისხმობთ თუ მოახერხა? ანუ როგორ ვერ უნდა მოახერხოს ან არ უნდა მოახერხოს? ხელისუფლების მთავარი მიზანი დღეს არის ის, რომ თბილისის ქუჩებში, ქუთაისის ქუჩებში, ბათუმის ქუჩებში გამოსული ადამიანები დაიღალონ, სახლში გაბრუნდნენ, ხელი ჩაიქნიონ პროტესტზე, შეეგუონ დღევანდელ ვითარებას და აი თუ ჩვენ შევეგუებით ამ ვითარებას და ჩვეულებრივ მოვლენად მივიჩნევთ, რომ რაღაც მიტინგში მონაწილეობის გამო 5000 ლარი შეიძლება დაგვაკისრონ და იქ პოლიციელმა თუ მიტინგის ლიდერად მიგვიჩნიათ 15000 ლარიანი ჯარიმა გამოგიწერონ. აი ამას თუ ჩვეულებრივად მივიჩნევთ, ეს ნიშნავს, რომ დიახ, ხელისუფლებამ დაამყარა კონტროლი, საწადელს მიაღწია, გატეხა პროტესტი და დაიწყებს ზუსტად იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენ უყურებდით 2010-იან წლებში რუსეთში, 2000-იან წლებში ბელარუსში და აი სხვა ავტორიტარული რეჟიმის კვალად დაიწყებს მოქმედება. ბატონ ლევან, თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ ამ თემას, მაგრამ უფრო მეტი მინდა ვისაუბროთ. ანუ ვხედავთ, რომ საპროტესტო აქცია გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი იყო ქართულ ოცნებაშიც გარკვეულ ნაწილში ოპოზიციის და ასევე გარკვეულ ნაწილში საზოგადოების, რომ ეგრეთ წოდებული საცივის ეფექტი იქნებოდა ამ აქციებზე, შენელდებოდა და ბევრი იმასაც ამბობდა, რომ იანვრის შემდეგ აქციები აღარ გაგრძელდებოდა. თუმცა ვხედავთ, რომ გრძელდება. გითხარით, ამ რეალობაში რამდენ ხანს შეიძლება იყოს ქვეყანა და ამ ტვირთს და ამ ზეწოლას რამდენ ხანს გაუძლევს იგივე ეკონომიკა? თვითონ ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას მე მგონია, რომ ბრძოლის უნარიანობა არაკლია და ძალიან დიდხანს შეუძლიათ, რომ გაძლონ და გააგრძელონ აი ეს წინააღმდეგობის მოძრაობა და მსოფლიოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც წინააღმდეგობის მოძრაობები ძალიან დიდხანს გრძელდებოდა ხოლმე, ანდახან იფიქრებდნენ ხოლმე ავტორიტარი მმართველები, რომ აი დავამარცხეთ ეს მოძრაობა და სულ სხვა მხარეს ამოხეთ და იგი და სულ სხვა ფორმას მიიღებდა. ასე რომ წინააღმდეგობის რესურსი ამ საზოგადოებაში არის ნამდვილად, ეს მარტო დაღლაზე არ არის დამოკიდებული
საზოგადოება არის გახლეჩილი, საზოგადოებაში არსებობს უამრავი კონფლიქტი, რომელიც ქართულ მოუწნევამ წარმოქმნა და რაც არ უნდა ჩაახშოს და დაღალოს ხალხი, ის კონფლიქტები ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენენ ხოლმე თავს და ახლობლებს და ნათესავებს შორის ურთიერთობაში და ის უკვალოდ ვერ გაქრება და ეს კვალი სამედისწერო იქნება ქართული ოცნებისთვის. რაც შეეხება ეკონომიკას, ეკონომიკის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თუ ჩვენ მოусმენთ თქვა შედარებით დამოუკიდებელ სპეციალისტებს ეკონომიკისა და არა ქართული ოცნების პროპაგანდისტებად ქცეულ პროფესორებს, რომლებიც ამბობენ, რომ დედა რა კარგადაა საქმე და ლარი გავყავდა და ავშენდებით ცოტა ხანში, ანუ ობიექტურ სპეციალისტებს თუ მოусმენთ და საკუთარ მაგალითზე დავაკვირდებით ეკონომიკის მდგომარეობას, მიხვდებით, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ხომ? აი, მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი სფერო საქართველოს ეკონომიკისა, სამწუხაროდ ერთ-ერთი მთავარი სფერო, ეს არის ტურიზმი, რომელიც სულს ღაფავს. ქვეყანაში ჩაკეტილი არის უამრავი შესაბამისი ობიექტი, მოგების ნახევარზეც ვეღარ გადიან. მეორე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, არტერია ჩვენი ეკონომიკის იყო, ვთქვათ, აი ეს საერთაშორისო დახმარებები და პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, რომელთა რაოდენობაც შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის და რაც დრო გავა, მით უმეტეს შემცირდება ეს საერთაშორისო დახმარება, იმიტომ რომ დასავლეთიდან მოდიოდა ძირითადად და ეს ჩვენს მოქალაქეებს დაარტყამთ და მოკლედ მთელი ქვეყანა დგას აი ამ საკასო გარღვევის პრობლემის წინაშე. ქვეყანაში შეიძლება ასე ვთქვათ ეს ეკონომიკური რაღაც ბერკეტები აღარ სამუშაოდნენ და ის ფულის მიწოდება და რაღაც კაპიტალის ბრუნვა შეუწყდეთ. აქ რაღაც ჩვენ გვეუბნებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ თურმე 6 მილიარდ დოლარს დააბანდებს ჩვენს ეკონომიკაში რაღაც არაბული ისინი რა ქვია კონსორციუმები, ჩვენ ადრეც გვინახავს ეგეთი დაპირებები, რომ რომელიღაცა კომპანიას 7 მილიარდი შემოაქვს, ზოგიერთ 5 და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ერთ სასტუმროს ააშენებენ, შემოღობავენ ერთ კურორტს, შეუზღუდავენ იქ ადამიანების სულას და ეგ არის და ეგ მათი ინვესტიცია. ასე რომ ეკონომიკას ალბათ ძალიან გაუჭირდება გაზაფხულზე და თუ ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხა რაღაც მართლა დიდი ფინანსური დახმარების მოზიდვა აი ამ რუსული კაპიტალის გავლით რაღაც ჩინეთიდან ეკონომიკაში ძალიან სერიოზული პრობლემები ელითმათ. ბატონ ლევან, კიდევ რა მაინტერესებს, სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია პოლიტიკაში ახალი სახეები გამოჩნდნენ, ახალი პარტია შეიქმნას, ამ მიმართულებით გარკვეულწილად მის აქტივობას და აქტიურობას ვხედავთ, თუმცა კონკრეტული ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. თქვენ ამ მიმართულებას რამდენად პერსპექტიულად ხედავთ და ფიქრობთ თუ არა უახლოეს მომავალში გამოჩნდნენ ახალი სახეები და ახალი პარტიაც გამოჩნდეს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება იყოს თავად სალომე ზურაბიშვილი. ალბათ სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ რაღაც პარტიის ლიდერი კი არ გახდეს, აი დიდი სახალხო ფრონტის ლიდერი იყოს და ყველა ანტიკოცი და ანტინაცი ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანოს იმ დემოკრატიულ არჩევნებზე, რომელიც შეიძლება ჩვენ მომავალში გველის. ასე რომ ეს პოტმას რაღაც პარტიული სტრუქტურების მშენებლობისთვის მე არ მემეტება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ აი დიდი სახალხო ფრონტის შექმნისთვის ნამდვილად მემეტება. რაც შეეხება სხვა პარტიების წარმოქმნას, მე მრავალჯერ მithქვავს, რომ პარტიის წარმოქმნას სჭირდება უდიდესი ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი, მედია რესურსი, დაქცევა მთელს ქვეყანაში, სჭირდება მობილიზებული და კომპეტენტური ადამიანების მიერ შედგენილი პროგრამა, თუ გვინდა ჩვენ რომ რაღაც განსხვავებული პარტია შეიქმნას ქვეყანაში და არა ისეთი, როგორიც 300-ზე მეტი გვყავს უკვე იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირებული. შესაბამისად, პარტიების წარმოქმნის პროცესი არის ურთულესი, ასე ვთქვათ, მოვლენა, აუცილებელი ასევე რომ ამ პარტიას კონდეს თავისი სოციალური დასაყრდენი, ანუ რაღაც სოციალურ ჯგუფებს ეყრდნობოდეს, იმ ჯგუფებში ნდობა კონდეს, იმ ჯგუფებს ერთმანეთთან აკავშირებდეს, ასე რომ რთული იქნება პარტიების წარმოქმნა ჩვენს ქვეყანაში. მე უფრო ველი, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში გამოჩნდება, თქვათ,
რაიმე მოძრაობა, ერთგვარი სხეული, ერთგვარი წრე, რომელიც სხვადასხვა იდეოლოგიის ადამიანებს სხვადასხვა ჯგუფებად გაერთიანებს. მაგალითად მე მოველი და ეს ზუსტად ვიცი რომ მოხდება, რომ მალე ქართველი მემარცხენეები რაღაც ფორმას შეიძენენ, ეს არ იქნება რა თქმა უნდა პარტია, კიდევ ერთხელ ვამბობ პარტია უთულესი მოვლენაა, მაგრამ ექნებათ ერთი სტრუქტურა, ერთი ორგანიზაცია და ამით შეეცდებიან რომ ზემოქმედება ჰქონდეთ პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებზე და ქართული ხალხის ეს სოციალური გაჭირვება, ჩაგვრა, დევნილები თავს რო იწვავენ, ადამიანებს ნორმალური ხელფასი რო არ აქვს და ქვეყნის ეკონომიკა მარტო ტურიზმზე როა დამოკიდებული, აი ეს ვითარება გააპროტესტონ და რა თქმა უნდა ეს მოთხოვნები მოაქციონ ევროკავშირთან ინტეგრაციის კოლხის ქვეშ და საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის კონტექსტში. ასევე მაინტერესებს 28 ნოემბრის განცხადებიდან, რაც დაიწყო ხო საპროტესტო აქციები. მას შემდეგ ვაკვირდებით რამდენიმე პროცესს, მე არაერთხელ შევხები ვარ ამ თემას და მინდა თქვენთანაც დავსვა ეს კითხვა. ვაკვირდებით რამდენიმე პროცესს, ბატონ ლევან, ეს არის პირველი საპროტესტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. ასევე ვხედავთ ხელისუფლებაში პარლამენტი არ ვეხები ეხა იმ საკითხებს თუ რამდენად ლეგიტიმურია და ლეგიტიმაციის საკითხს, უბრალოდ როგორც პროცესს მიმდინარეობს საპარლამენტო ცხოვრებაც, იღებენ კანონებს, რომელსაც ასევე არ შევეხები რა ტიპის კანონებია. ეს პროცესიც მიმდინარეობს პარალელურად, ასევე ვხედავთ საერთაშორისო თანამეგობრობის და პარტნიორობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და ესეც ცალკე პროცესი მიმდინარეობს. აი გითხარით, სად არის ის ზღვარი, სადაც შეიძლება რომელიმე პროცესი შეწყდეს, ან რომელი პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ამ კრიზისიდან ქვეყანა გამოვიდეს. იცით, ძალიან რთულია კრიზისიდან გამოსვლა ქვეყანა შეუძლია ნებისმიერ წუთს. ამისთვის მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კვლავ ადამიანებს დაემსგავსონ ქართული ოცნების წარმომადგენლები და თქვან, რომ მარტო თვითონ როგორც უნდათ და თვითონ როგორც წარმოუდგენიათ, ისე ვერ წარიმართება ქვეყანაში ვითარება და წავიდნენ დათმობაზე, უკან დაიხიონ, უმანურობა გამოიჩინონ და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ მე აღარ ამბობდი, რომ ქართული ოცნება რაიმე ნაბიჯს უკან გადადგას, ესენი არიან უკვე თავზე ხელახებულები. ყველაფრის კადრებლები, ყველაფერზე დამსვლელები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ქუჩაში ვნახეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ერთი და იმავე იმეორებენ აგერ ქუჩინაც იგივე გააკეთეს 10 კაცის მიერ გაკავებულ ერთ დემონსტრაცს პოლიციის მაღალჩინოსანი, იუსტების ორგანოსანი ისეთი წიხს ხო აი აქ დამთავრებული. ასე რომ მე მგონია რომ ისევ თქვათ ქართული ოცნების შეჩერება შეიძლება ორი ბერკეტით, ერთი ბერკეტი არის თქვათ ეკონომიკური შეიძრება მათი ოჯახის წევრების თავიდან ბოლომდე, რომ აი ესე იგი რაღაც გადამალები და რაღაც თემებით მაინც ვერ გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან და ასევე მათ ასე ვთქვათ უკან დაახევინებს აი უწყვეტი საპროტესტო ტალღა ქვეყანაში, რომელიც არ დაიღლებოდა სხვადასხვა ფორმატს მიიღებს ძალიან ორიგინალურს, მშვიდობიანს და ასე შემდეგ. თუ იქნება ესეთი შიგნიდან ხალხის წეწოვა, გარედან ეკონომიკური სანქციები, ბუნებრივად ჩამოიშლება ქართული ოცნების ხელისუფლება და მოუწევთ უკან დახევა. აი ეს არის გამოსავალი, თუ ჩვენ გვინდა რომ დემოკრატია შევინარჩუნოთ. საწინააღმდეგო შემთხვევაში გველის ის რაც დასაწყისში გითხარით, რომ ეს ავტორიტარიზმი უკვე იქნება კონსოლიდირებული და ასე ვთქვათ ნელა ბოლომდე გაიდგამს ფრესვან საზოგადოებაში და ნელა ყველას რის განსხვავებულად ფიქრობს ან გააჩუმებს ან აიძულებს რომ ქვეყნიდან წავიდნენ და დარჩებიან მარტო სახლში თავიანთი პროპაგანდით გაბრუებულ თანამოქალაქეებთან ერთად და რა ვიცი გააგრძელებენ ასე სიამოვნებაში ყოფნას მხოლოდ თავიანთ მომხრეებთან ერთად. აი ვაჟკაცობა, ადამიანობა, ხისება არის ის, როცა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს მოусმენ და შეეცდები მას შეუთანხმდე. ყველა თუ ერთ აზრზეა, იქ ჯეთახმების საჭიროება არსებობს და მათ დემოკრატიის საჭიროება კიდე.
ბატონ ლევან, თქვენ არაერთხელ მოისმენდით ხომ განცხადებას, რომ არჩევნების საკითხ არც კი განიხილავს ქართული ოცნება. მან თქვა, რომ 1,200,000 ხმა ავიღეთ ამ არჩევნებზე და შესაბამისად ამ ხმებს უნდა ვცეთ პატივიო და შესაბამისად არც კი განიხილება ეს საკითხი. იცით რა მაინტერესებს, ანუ საერთაშორისო პარტნიორებზე მინდა დაგისვათ კითხვა, რა ბერკეტი აქვთ, რა შეუძლიათ იმისათვის, რომ მე გავმეორდები ქვეყანა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. უამრავი ბერკეტი აქვს დასავლეთის სახელმწიფოებს, უბრალოდ ისინი პატივსცემენ საქართველოს მოსახლეობას და არ უნდათ რომ მათ მიერ ასე ვთქვათ მოწერილი ჭანჭიკების სიმძლავრე გადმოვიდეს ხალხზე და ჩვენ მათ პირებზე ვიგრძნოთ და ჩვენს პირად ყოფაზე ვიგრძნოთ ის სუსხი, რომლის გამოწვევაც დასავლეთ შეუძლია თვითონ ქვეყნისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებით. ჩვენ გვიფრთხილდებიან, თორემ უპირველეს ყოვლისა უამრავი ეკონომიკური ბერკეტი აქვს დასავლეთის ქვეყნებს და მეორეც ერთი აქვთ თვითონ პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტებიც ამას უბრალოდ არ იყენებენ და მეორე ჯერ კიდევ პატივსცემენ ასე ვთქვათ ამ ქვეყანას და ისეთი მნიშვნელოვანი არა ვართ კიდევ რომ ეს წელი ძალით ჩაერთონ აი ამ საქმეში. რაც შეეხება თქვენს პირველ მოსაზრებას, რომელიც კითხვის დასწრის დროს გამოთქვით, რომ ისინი თითქოს არ ფიქრობენ არჩევნებზე და არ ემზადებიან არჩევნებისათვის, რა ვიცი, შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ქართულმა ოცნებამ მოულოდნელად დანიშნოს ამ ქვეყანაში არჩევნები და შეეცადოს არსებული საარჩევნო კოდექსით არსებული რესურსებით ხელახლა გაიმართოს ამ არჩევნებში. აი ეს მოულოდნელობის ეფექტი მათ შეიძლება ნებისმიერ დროს გამოიყენონ. უბრალოდ ჯერ ისე მხარად ვერ გწნობენ თავს და ჯერ რესურსები არ აქვთ მობილიზებული ამისთვის, ასე რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ვაგამდელი არჩევნების დანიშნა, მთავარია ზეწოლა და წინააღმდეგობა იყოს ძლიერი. და ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ბატონ ლევან, თუ მოულოდნელად დაინიშნა ხელახალი არჩევნები, ამისთვის თუ არის მზად ოპოზიცია? აი ეს ნამდვილად სერიოზული შეკითხვაა, წესით არის კი თუ მზად უნდა იყვნენ. ეს ოპოზიციურ პარტიებს ახლა არანაირი ფუნქცია არ აქვს, ისინი მიტინგებს ვერ მართავენ. რა ვიცი, არანაირი ავტორიტეტი მათ არ აქვს, რომ ეს სახალხო პროტესტში რაღაც გადამწყვეტი როლი ითამაშონ. ერთადერთი ამოცანა დავალება ეხლა ამ პერიოდში მათ აქვთ ის, რომ მოიფიქრონ რა მექანიზმებით შეიძლება დავასრულოთ ჩვენ მომავალი არჩევნები მოსყიდვისგან, დაშინებისგან, გადაბირებისგან და სხვა манипуляციებისგან. ასე რომ წესით არიგით უნდა მუშაობდნენ. მე თავად ერთხელ შევესწარი, თქვათ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პრეზიდენტ ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში, თავის ახალ ოფისში პოლიტიკური პარტიები ერთად იყვნენ შეკრებილნი და ფიქრობდნენ, თქვათ, რა ცვლილებებია საჭირო საარჩევნო კოდექსში, ან შესაძლებელია თუ არა უფრო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებების საფუძველზე. ასე რომ მე როგორც ვიცი, ისინი მექანიზმებს ეძებენ და იმედია ამ საქმეს სერიოზულად აკეთებენ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ოცნებას გაუჭირდა, რა ვიცი, ისინი საკუთარ რიმებს წირავენ, სახელს წირავენ და ოჯახის წევრებს წირავენ და ეს არჩევნების შესახებ დაბირება და დათქმა რო გაწირონ, აბსოლუტურად მოსალოდნელია და არაფერი გასაკვირი ამაში არ იქნება. კი ბატონო, რამდენიმე წუთი გვაქვს დარჩენილი სასაუბროდ რომ იწურება. ბატონ ლევან, როგორ ფიქრობთ, თბილისში მიმდინარე პროცესი, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები რეგიონში და სოფლებში როგორ აღიქვამენ და აქვთ თუ არა მაგალითად სოფლებში ამ პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია და ამ ჭრილში ოპოზიციის აქტიურობის აუცილებლობას თქვენ ხო ვერ ხედავთ? სამწუხაროდ საქართველოს რეგიონები ქართულმა ოცნებამ სრულიად სტერილურ სივრცედ აქცია და
იქ რაღაც აი ამ პატრონ-კლიენტელისტური ურთიერთობებით რომ აი შენ დაგასტაკბებ, შენ ჯერინათ ეს დავიხარ, აბა ხმა არ მოიღო, ამას დამატებული პროპაგანდა, უამრავი ადამიანი, ასე ვთქვათ, გაანეიტრალეს ჩვენს სოფლებში და სასოფლო სივრცეებში. თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ დიდი ქალაქები, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, ფოთი, თელავი მოწოდების სიმაღლეზე არიან და თუ ცვლილება არის ამ ქვეყანაში მოსალოდნელი, ძირითადი აქცენტი სწორედ აი ამ ურბანულ სივრცეებზე უნდა გაკეთდეს და როცა დემოკრატიული შედარებით უფრო დემოკრატიული სივრცე გვექნება ჩვენ და უფრო ნეიტრალური საჯარო სამსახური და პროპაგანდაც ესეთი ბინძური და მახვილი აღარ იქნება, მერე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სოფლებიც თავის სიტყვას იტყვიან, მაგრამ დღეს ისინი ქართულ მოუწევენ დატოვა თამაშგარეთ მდგომარეობაში, დატოვა რაღაც ირაციონალურ შიშებთან ერთად, რომ აი კასპში გეი ქორწინებას დააკანონებენ, ხაშურში რაღაცა ბიჭების ტუალეტებში ჰიგიენურ სალფეტკებს დაალაგებენ, როგორც პარლმა ივანიშვილმა თქვა და აი ამ შიშების ამარა დატოვეს და ეს ჩვენი ტრაგედია ნამდვილად. მაგრამ ქალაქები იბრძვიან და ეს ნიშნავს. და ბოლო ჩემი შეკითხვა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და ვხედავთ, რომ ამ პროცესისგან განრიდებული არის ოპოზიცია. რით ხსნით თქვენ ამას? ერთ-ერთი მიზეზი ამის ის ხომ არ არის, რომ ამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს არ აქვთ ამ პოლიტიკოსების ნდობა? ჩვენ ყავს საზღვარი ოპოზიცია, აი მოკლედ და კონკრეტულად შეიძლება ითქვას ეს. ეს ჩვენ ყავს ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში რომ იყო, ზუსტად იმავეს აკეთებდა და კიდევ უარესებს ზოგიერთ შემთხვევაში, რასაც დღეს ქართული ოცნება აკეთებს. შესაბამისად, მათ არც სახე და არც ავტორიტეტი არ აქვს. აი ხათია დეკანოიძე რომ პოლიციის უსაქციელობაზე მოთქვამს და კიევის ტელევიზიით, თვითონ იყო პოლიციის აკადემიის უფროსი მაგალითად და ის გრიგოლ ბესელია და ირაკლი ტკებუაძე და ის პოლიცია კაცი ჭამიევის, რიად ხავრაძიშვილი და სხვები მაგათი გამოსვლილი და დაფრთიანებული არიან. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ადამიანებს ნდობა არსებული პოლიტიკური რაღაც ჯგუფების მიმართ არ აქვთ და იმიტომ რომ ეს პოლიტიკური პარტიები არიან ორმაგი მორალის პოლიტიკური პარტიები. იგივე შეიძლება ითქვას ქართულ ოცნებაში, ოპოზიციაში, რასაც იძახდა, მაგალითად აპროტესტებდა, რომ ადმინისტრაციული დანაშაულისთვის 60 დღიანი იყო პატრიოტობა და რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში 15 დღეზე დაიყვანეს ოცნების წარმომადგენლებს ეს ადმინისტრაციული პატრიოტობა, მაგრამ ეხლა დაჭირდათ ზუსტად იგივე პრინციპი დააბრუნეს, დღეს კვლავ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე გაიზარდა, ანუ ზუსტად იგივე პრინციპი დააბრუნეს, რასაც ნაციონალები იყენებდნენ, რასაც თვითონ ოპოზიციაში აპროტესტებდნენ. ანუ ეს ორმაგი მორალის პოლიტიკოსები არიან მთავარი პრობლემა დღეს ჩვენი საზოგადოების და იმიტომ ვერ იმარჯვებს ჩვენი პროტესტი ესე სწრაფად და პირველივე ეტაპზე და იმიტომ არის გაჯანჯლებული პროცესი. და აქედან გამომდინარე ეს რეალობა ხომ არ შეიცვლება სწრაფად ბატონლევან. იგივე მაგალითად ჩვენ ხო ვსაუბრობდით იმაზე რომ შესაძლებელია მოულოდნელად დაინიშნოს არჩევნები. შესაბამისად, ასარჩევი ხომ იგივე ის რეალობა იქნება რაც იყო. ჩვენ იმაზეც ვისაუბრეთ, რომ შეიძლება სხვა პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ და ამან შეიძლება იმედი გააჩინოს. შეიძლება ძალები არა მოძრაობებიო თქვენ ბრძანეთ. მოძრაობები ან ძალები გააჩნია სიტუაცია როგორი იქნება, ერთი არგუმენტი თქვენი ასე ვთქვათ სკეპტიციზმის დაწინააღმდეგოს და მეორე არგუმენტი ის არის, რომ აი რატომღაც ოპოზიციას და ხელისუფლებას ყველაფერზე ვერ თანხმდება. ერთ რამეზე თანხმდებიან, რომ სალობეს გურაბიშვილის ქართული ქარტია და იქ არსებული ჩანაწერი ტექნიკური მთავრობის შესახებ არის აშინელება. ამაზე თანხმდება ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილმა ჩვენ შემოგთავაზა უკვე გამოსავალი, რომ თუ არ მოგწევს არსებული ოპოზიციური სპექტრი, ეს ოპოზიციური სპექტრი თანახმა, რომ არჩევნების შემდეგ დააკომპლექტოს ტექნიკური მთავრობა, ანუ მთავრობა რომლის შემადგენლობაში რჩევენ უპარტიო დარგობრივი პროფესიონალები. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ამ პირობას მოაწერა ხელი დიდი დავით შემდეგ ძალიან მცირე ხალისით, ტანჯვით, მაგრამ მოაწერა ხელი. ამაზე ოპოზიციონერები აღარ საუბრობენ, იმიტომ რომ არ აწყობთ ტექნიკური მთავრობა. მაგრამ პირობა მიცემული აქვს.
შესაბამისად, თუ საზოგადოება იქნება მოწოდების სიმაღლეზე და იბრძოლებს, შესაძლებელია, რომ ქართული ოცნება წავიდეს ხელისუფლებაში და ნაციონალები ახალ დაბრუნდნენ. ქართული ოცნება წავიდეს ხელისუფლებიდან და მთავრობა დააკომპლექტოს უპარტიო დარგობრივმა პროფესიონალებმა, რომელთაც ეკნებათ ერთადერთი მიზანი, რომ აღადგინონ მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირთან და დაგვაწიონ ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდაუს და უკრაინას. ევროკავშირთან ურთიერთობის გზაზე, თორემ ტერი დაეწია უკრაინას უბედურებაში, რომელსაც ისინი გადიან. ხო, თქვენ ქარტიას შეეხეთ, ბატონო ლევან. ანუ რა გამოდის, თუ ხელახალი არჩევნები დაინიშნა, შემდეგ შეიქმნას ტექნიკური მთავრობა და შემდეგ კიდევ გაიმართოს 2 წელიწადში, თუ არ ვცდები, თუ სწორად მახსოვს, არჩევნები, ანუ სულ მუდმივად არჩევნებში უნდა იყოს ქვეყანა? და ძალიან მოკლედ მიწევლებრივი დემოკრატიული პროცესია, ხო? იტალიაში 1945 წლიდან დაანგრეული იტალიაზე ამბობდნენ და არა აშენებულზე 1945 წლიდან დღემდე შეიცვალა 97 მთავრობა. მაგრამ ქვეყანა არ ჩამოქცეულა, იმიტომ რომ იტალიელების ჩვენნაირი ტემპერამენტიანი ხალხია, იცით და ხმაურიანი და ემოციური ხმელთაშუაზღვისპირელები არიან ისინიც, მაგრამ აი დემოკრატიულ პროცედურას მოერგნენ, იმიტომ რომ მუსოლინის უკან დაბრუნებას და ავტორიტარიზმს, უბედურებას, ფაშიზმს ურჩევნიათ იყვნენ დემოკრატიაში, რომელიც შეიძლება ხანდახან არ არის ისეთი ეფექტური, როგორც ეფექტიანი, როგორც შეგვიდა, არ არის ისეთი სწრაფი და ცეცხლოვანი, როგორც თქვათ ზოგიერთი დიქტატორია გადაწყვეტილების მიღების დროს, მაგრამ უზრუნველყოფს იმას, რომ საზოგადოების ყველა ფენას სიტყვა ეთქმოდეს და არავინ დაჩაგრულად, გარიყულად, ან საბოლოოდ ენაჩაწყვეტილად არ გრძნობდეს თავს. ეს არჩევანი გვაქვს ჩვენ, ეს რეალობა გვაქვს, ხო, ჩვენ ვერ მივიღებთ საქართველოში იდეალურ მთავრობას, მაგრამ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი პროცესი, სადაც ჩვენ პირში იმას რა ქვია, ჩვენს არ ჩაგჭრიან და მოგცემენ შესაძლებლობას, რომ გავლენა გქონდეს ჩვენი ბედის გადაწყვეტაზე. 2 წელი გვეყოლება ტექნიკური მთავრობა, ხელახალი არჩევნები ჩავატაროთ. ვერ ჩავაყალიბოთ მთავრობას, კიდევ შეიძლება ტექნიკური მთავრობა დაბრუნდეს, ხო? არა მხოლოდ იტალიური მაგალითია ეს, არამედ მთელი ევროპა ესეც ცხოვრობს. ასე რომ ჩვენ უნდა ვცადოთ ისეთი მეთოდები, რაც აქამდე არ გვიწვია. ესეც ბევრჯერ ვიტყობს ეს, იმიტომ რომ აქამდე რა მეთოდებიც გვაქვს ნაცადი, ყველამ ბოლოს მიგვიყვანა აი ამ განუკითხაობამდე, უსამართლობამდე, ჩაბურამდე და ერთი ადამიანის ხელში ძალაუფლების კონცენტრირებამდე. ასე რომ ხო უნდა ვისწავლოთ რაღაც, ხო უნდა ვცადოთ რაღაც განსხვავებული და ეს განსხვავებული დღეს არის ეს ტექნიკური მთავრობის იდეა, რომელიც ეგზოტიკურად ჟღერს, უცნაურად ჟღერს, ასე შემდეგ, მაგრამ ნამდვილად არის გამოსავალი. კი ბატონო, მადლობა ბატონ ლევანს, ჩვენი დრო ამოიწურა, შესაბამისად გაითიშა ხაზი. მადლობა მინდა გადავუხადო ლევან ლორთქიფანიძე, პასუხობდა ჩვენს კითხვებს, პოლიტოლოგი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მიხეილ ყავლაშვილის მოხსენებით გაიხსნება. პარლამენტის თავდაპირველად პრეზიდენტის თანამდებობაზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული ყავლაშვილი მიმართავს, ამის შემდეგ სიტყვით ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი გამოვა. დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის სხვა საკითხებს არ განიხილავს და სხდომა ამით დაიხურება. და კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს გაგაცნობთ, პეკინი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ ზოგიერთ პროდუქტზე, მათ შორის ნედლ ნავთობზე, სასოფლო სამეურნეო ტექნიკასა და თხევად ბუნებრივ გაზზე საპასუხო ტარიფებს აწესებს. CNN-ის ინფორმაციით ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ზომები გულისხმობს 15%-იანი ტარიფის დაწესებას ქვანახშირისა და თხევად ბუნებრივ აირზე და 10%-იან ტარიფს ნედლ ნავთობზე, სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე, დიდგაბარიტიან ავტომობილებსა და
პიკაპებზე. აღნიშნული ტარიფები 10 თებერვლიდან ამოქმედება. პეკინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული 10%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა. ამით ინტერვიუს ფორმატი დასრულებულია. სტუდიაში ჟურნალისტი ლევან ჭითანავა მუშაობდა, ჩვენ კი ერთმანეთს ხვალ 11 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე შევხვდებით ერთმანეთს. დროებით. რადიო მაესტროს ეთერში იყო ინტერვიუ.